გახშირებული საავტომობილო შემთხვევების ფონზე ახალ რეგულაციებზე მსჯელობა დაიწყო. საავტომობილო უსაფრთხოების სტრატეგიის ამოქმედების შემდგომ არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ მგზავრებსაც მოუწევთ მკაცრი რეგულაციების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მკაცრი სანქციები დაეწესებათ. 2026 წლის პირველ სამთვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 92 ადამიანი ემსხვერპლა, 989 კი დაშავდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავარიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში და შიდა ქართლში ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოება საქართველოში კვლავ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჯარიმების გაზრდას ავარიების შემცირების ერთ-ერთ მექანიზმად ასახელებდა, მძიმე შემთხვევები კვლავ ხშირია. სწორედ ამ მძიმე სტატისტიკის ფონზე იგეგმება ახალი შეზღუდვების დაწესება. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების სავალდებულო გამოყენება, უკანა სავარძელზე ღვედების შეკვრა, ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი და ეგრეთ წოდებული ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დანერგვა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზი სწორედ მძღოლების ალკოჰოლური თრობაა. შესაბამისად, ინერგება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მძღოლს, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იქნება, ავტომობილის დაძრის შესაძლებლობა არ ექნება. რას ითვალისწინებს ეს რეგულაცია და როგორ დაადგენს ძრავი, რომ მძღოლი ნამდვილად ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება? ეს არის ავტომობილში დამონტაჟებული ალკოტესტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ძრავს. სანამ მძღოლი საჭესთან დაჯდება, მან აპარატში უნდა ჩაბეროს. იმ შემთხვევაში, თუ სისტემა ალკოჰოლს დააფიქსირებს, მანქანა უბრალოდ არ დაიქოქება. ამასთან მოწყობილობას აქვს სპეციალური დამცავი მექანიზმიც, რომელიც გამორიცხავს ტესტის სხვის მიერ ჩაბერვას და მძღოლს განმეორებით შემოწმებას მოძრაობის დროსაც სთხოვს. ყველა ქვეყანაში ევროპაში მაგალითად Euro 6-ებში არის ტრაილერებში ეგრე რა, სანამ არ ჩაბერო მანქანა არ იქოქება, ეგრე უნდა იყოს საქართველოშიც. შემცირდება ყველანაირად ავარიები ავტოსაგზაო შემთხვევები, იქნება ძალიან ნაკლები. ცვლილებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი ახალბედა მძღოლებს ეხება. ინიციატივის თანახმად მართვის მოწმობის აღების შემდეგ დაწესდება სპეციალური გამოსაცდელი პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ ახალბედა მძღოლებს გარკვეული დროის განმავლობაში შედარებით მკაცრი შეზღუდვები დაუწესდებათ. დარღვევის შემთხვევაში მათზე ორმაგი ჯარიმები გავრცელდება, ხოლო მართვის მოწმობიდან ჩამოსაჭრელი ქულების რაოდენობაც გაორმაგდება. ვინც მართვის მოწმობას აიღებს, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებიან რამდენიმე თვის განმავლობაში. ბატონო, კარგია ძალიან. კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის ამოქმედებასაც მთავრობა გეგმავს, ვიდეო ჯარიმების სისტემის გამკაცრებას ეხება. თუმცა აქ მთავარი კითხვა ის არის, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას წლები იმის ასაღიარებლად, რომ არსებული სისტემა უმოქმედო და ფასადური იყო. თუ აქამდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის ვიდეო კამერით დაფიქსირებულ დარღვევაზე მძღოლს მხოლოდ ჯარიმა ეწერებოდა და მართვის მოწმობაზე ქულა არ აკლდებოდა, ახალი რეგულაციის მიხედვით მძღოლი, რომელიც სიჩქარეს აჭარბებს, ჯარიმასთან ერთად ქულებიც დააკლდება. ვინც მართვის მოწმობას აიღებს, აი რამდენიმე ხნის განმავლობაში მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნებიან. უნდა იყოს კი. დღევანდელი მინდვრის შოფრები არიან რა. აი ალკოჰოლის ამბავი არის კიდე. ძალიან მაგარი რაღაც აუცილებლად. თუ აქამდე უსაფრთხოების ღვედის შეკვრა მხოლოდ წინა სავარძელზე მჯდომი მძღოლისთვისა და მგზავრისთვის იყო სავალდებულო, ახალი ინიციატივით ეს წესი უკანა სავარძელზეც გავრცელდება. ამასთან მკაცრდება მოთხოვნები მცირეწლოვანი მგზავრის გადაყვანასთან დაკავშირებით. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სპეციალური საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება. რა რეალურ შედეგს მოიტანს ახალი ინიციატივები? ამაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დარგის სპეციალისტებს. მათი თქმით, მთავარი გამოწვევა ახალი წესების ეფექტიანი ადმინისტრირება, საზოგადოების ინფორმირებულობა და მოქალაქეების მაღალი თვითშეგნებაა. საზოგადოებამ თუ ვერ აღიქვა და საზოგადოება არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება კანონ პროექტის ავტორი. შეკრება არ გვექნება, ის აზრი არ გვექნება, ის პასუხისგებლობა, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ასეთი რაღაც რეგულაციებით და რაღაც დამატებით მოწყობილობებს თუ დივაისების შემოტანით
შედეგს ვერ მივიღებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად აღიარებენ, რომ მხოლოდ პოლიციური კონტროლი და ჯარიმებით საგზაო კატასტროფების შეჩერება შეუძლებელია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ლევან მაისურაძის განცხადებით, ათასობით გამოვლენილი დარღვევისა და რეიდების გამკაცრების მიუხედავად, არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა და მძიმე ავარიები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. იმდინარე წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით 22,000 ნასვამ მძღოლზე მეტია გამოვლენილი, რომლის მიმართად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამოსავლენად და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ინტენსიურ რეჟიმში ყოველდღიურად ხორციელდება საპოლიციო ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მოგეხსენებათ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა მნიშვნელოვნად ზრდის რისკს ავტოსაგზაო შემთხვევების და ასევე ხშირია ფატალური შედეგებიც. გახდება თუ არა ეს ინიციატივები რეალური პრევენციის ინსტრუმენტი, თუ ვიდეო ჯარიმები კვლავ ბიუჯეტის შევსების მექანიზმად დარჩება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახეს მიიღებს საბოლოო დოკუმენტი და როგორ ახსრულდება ის პრაქტიკაში.